ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა. კანონში ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას ითვალისწინებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანების მიერ გადახდილი ჯარიმები მათ რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას მოხმარდება. როგორც ცნობილია, იგეგმება სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობა, სადაც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობის საშუალება ექნებათ. მეორე ცვლილება, რომელიც კანონში შევა, ეხება ჰეროინის დოზირების საკითხებს. თუ აქამდე მცირე დოზის აღმოჩენის შემთხვევაშიც ნარკოდამოკიდებული ადამიანი საპატიმროში მინიმუმ 7 წლით ხდებოდა, კანონის ამხელების შემდეგ მცირე დოზის აღმოჩენის დროს სასჯელი 5 წლამდე პატიმრობის ვადით განისაზღვრება. Შემოდის მცირე დოზები ზოგიერთი ნარკოტიკისთვის, რაც ადრე არ იყო და რაც იწვევდა მცირე დოზის შემთხვევაში ძალიან მაღალ საჯარიმო სანქციებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ეს ძირითადად ეხება ჰეროინსა და მეთადონს. კანონით შეიქმნება უკვე საკოორდინაციო მექანიზმი ქვეყანაში ნარკოდანაშაულის შემთხვევაში ჯარიმიდან შემოსული თანხა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება დაავადებულთა, ნარკომანთა მკურნალობას, რეაბილიტაციას და სხვა პროგრამებს, ისიც შეიქმნება ცენტრებიც და სამთავრობო პროგრამებიც. ჩვენი ნაბიჯები მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, ვისაც ეს სერიოზული პრობლემა აწუხებთ, ხელი შევუწყოთ მათ იმისათვის, რომ მოხდეს მათი გაკურნება, რესოციალიზაცია, რეინტეგრაცია საზოგადოებაში და ეს მიდგომა დაფუძნებულია ურთიერთსოლიდარობაზე და თანადგომაზე. ჩვენ გვინდა რომ საზოგადოება იყოს მაქსიმალურად დაცული ნარკომანიისგან ზოგადად და გასთავარია ჩაიდო ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რასაც გულისხმობს ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაციას, ანუ ჯარიმებიდან ამოღებული თანხები, რომელიც ამ წლების განმავლობაში წარიმართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, უკვე წარიმართება ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაციისთვის.